2016 წლის საპარლამენტო არჩევნები 2012 წელთან შედარებით უფრო თავისუფალ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა. საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანმა საქართველომ საპარლამენტო არჩევნების პირველი და მეორე ტურის, ისევე როგორც წინა საარჩევნო პერიოდისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის სამონიტორინგო პროგრამის შედეგები წარადგინა. პროგრამა განხორციელდა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში შემავალ შესაბამის საარჩევნო ოლქებში. ანგარიშის მიხედვით საარჩევნო პროცესში მცირე იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები. მონიტორინგში ასევე მოხდა მარნეულის 36 ოლქში მომხდარი დაპირისპირებაც. წინა საარჩევნო კამპანიაში უფრო მეტად იყვნენ ჩართულები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, რაც ასევე მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ეს ასე მიუთითებს მათ კონკურენტუნარიანობას, რაც სხვა წინა არჩევნებისგან განსხვავებით ამით გამოირჩეოდა. რაც შეეხება მარნეულის საოლქო საარჩევნო ოლქს, მოგეხსენებათ, რომ 36 ოლქში 52 უბანზე იყო სერიოზული დაპირისპირება და სწორედ ჩვენი ორგანიზაციის მიერ შეტანილი საჩივრის საფუძველზე მოხდა ბათილეცნობა შედეგების. სახელმწიფო რესურსების გამოყენების